აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთის რესპუბლიკა ინტერესდება დღეს რეგიონის ისტორიის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ გუანდონგის რეგიონის ოფიციალური დელეგაციისა და მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ესაუბნენ და თავის მხრივ ჩინური მხარის მოთხოვნებსა და ინტერესებს გაეცნენ. დელეგაცია საქართველოს, თბილისის მერიისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრული ასოციაციის მხარდაჭერით ეწვია და ორმხრივი შეხვედრები მისდათ ტურისტულ და სავაჭრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს. ოფიციალური დელეგაციის წევრების განცხადებით, სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად საქართველო-ჩინელი ტურისტების დაინტერესებას მარტივად შეძლებს. ჩვენი სტუმრები გახლავთ ჩინეთიდან, კონკრეტულად რეგიონ გუანდონგიდან, მოიხსენებათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია და ჩვენ ამ შემთხვევაში ვსტუმრობს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც ჩვენ უნდა გავასწროთ ჩვენი მხრივ ტურისტული პოტენციალი რეგიონის და ასევე თავიანთ მხრიდან ჩვენ უნდა მივიღოთ ის მომავალი თანამშრომლობის საკითხები, რომელიც შეიძლება გახდეს საწინდარი, ესე ვთქვათ, ქართული ტურისტული პროდუქტის შეთავაზებისა ჩინურ ბაზარზე. საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გამაჩნდა. ვფიქრობ, ჩინელი ხალხის დაინტერესებას ძირითადად კულტურული, ახალგაზრდული და აზარტული თამაშების ტურიზმი გამოიწვევს. ჩვენ განსაკუთრებით მოგხვიბლა აჭარის სამთო ტურიზმის შესაძლებლობებმა. ვფიქრობ, სამომავლოდ წარმატებულ პარტნიორობას მოვახერხებთ.